ბელარუსმა შეერთებული შტატების შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ფარგლებში 11 სექტემბერს 52 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა. ეს ვაშინგტონსა და მინსკს შორის შესაძლო დაახლოების კიდევ ერთი ნიშანია. როგორც ცნობილია, მინსკი რუსეთის ახლო მოკავშირეა, რომელიც წლების განმავლობაში იზოლაციაში იყო. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბელარუსის ლიდერს ალექსანდრ ლუკაშენკას გასულ თვეს ტელეფონით ესაუბრა. ამერიკელი ლიდერი პირისპირ შეხვედრასაც გეგმავდა. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას მიესალმება ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ციხანოვსკაია, რომელმაც დონალდ ტრამპს მოუწოდა გააგრძელოს ლუკაშენკაზე ზეწოლა, რათა მან გაათავისუფლოს გისოსებს მიღმა დარჩენილი 1000-ზე მეტი პირი. ვილნიუსში გამოსვლისას ციხანოვსკაიამ ასევე დასძინა, რომ სანქციების შემსუბუქებამ შეიძლება ახალი შესაძლებლობები გაუჩინოს როგორც მინსკს, ისე მოსკოვს. მან ასევე მოუწოდა ევროკავშირს გააგრძელოს შეზღუდვების დაწესება. ამჟამად თქვენ იცით, რომ ბელარუსის ციხეებიდან პოლიტპატიმრები გაათავისუფლეს, მაგრამ სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ მათ ბელარუსიდან აძევებენ, დეპორტაციას უპირებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება დარჩეს ბელარუსში, ან წავიდეს, თუ ასეთი არჩევანი არსებობს. მაგრამ ბელარუსში ხალხს ასეთი შესაძლებლობები არ აქვს. ამიტომ ისინი იძულებით დეპორტირებული არიან ქვეყნიდან. მე უნდა გავაფრთხილო და ვთხოვო ჩვენს დემოკრატ პარტნიორებს. არ შეცვალონ პოლიტიკა ლუკაშენკას რეჟიმთან მიმართებაში. დატოვონ იგი იზოლაციაში და გააგრძელონ ზეწოლა რეჟიმზე, რადგან ეს არის ერთადერთი გზა დანარჩენი ადამიანების გასათავისუფლებლად. და რა თქმა უნდა, ეს გონივრულად უნდა იყოს დაკავშირებული დიპლომატიურ ძალისხმევასთან. პრეზიდენტ ტრამპს აქვს საკმარისი ძალა ყველა ადამიანის გასათავისუფლებლად. ბელარუს, რომელიც რუსეთის ახლო მოკავშირეა, არაერთხელ დაუწეს და დასავლეთის სანქციები, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევის, ისე მოსკოვისთვის 2022 წელს უკრაინაში შეჭრის დროს მისი ტერიტორიის გამოყენების უფლების გამო. პრეზიდენტი ლუკაშენკა 3 წლეულზე მეტი რკინის ხელით მართავს 9,5 მილიონიან ქვეყანას. დისიდენტები, ოპოზიციის წარმომადგენლები და ჟურნალისტები კი ციხეებში არიან. თუმცა 1 წელზე მეტია ლუკაშენკა ცდილობს დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენას იმ იმედით, რომ შემსუბუქდება როგორც სანქციები, ისე საერთაშორისო იზოლაცია. იგი ბოლო დროს რეგულარულად ათავისუფლებს პატიმრებს, რათა დასავლეთის კეთილგანწყობა მოიპოვოს. ივნისში ტრამპის მაღალი რანგის წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ 13 პირთან ერთად ბელარუსის ლიდერმა გაათავისუფლა სერგეი ციხანოვსკი, ერთ-ერთი მთავარი დისიდენტი და ფიგურა და ასევე ციხანოვსკაიას ქმარი.